ეს არის ჩვენი მე-15 ბრძოლა 27-დან საღამოს სესიაში. სადღაც არის ნაშუა გამებს უნდა დავასრულოთ ალბათ. კიდევ გვექნება რა თქმა უნდა დღის საღამოს საინტერესო ბრძოლები, მაგრამ ეს ერთ-ერთი გამორჩეულია, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. თავის წავა შეტევაში იგივე. ისევში ის იქნება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. ნაჯერია სკონდა პირველი შედეგიანი დარტყმები. ესეთი უცნაური მონაკვეთი იყო, ახლო ბრძოლაში იყვნენ, ორივე ხელებს იქნებდა, გამოსვლა უნდოდა იქიდან. საბოლოოდ საჯმა გამოიყვანა კლინჩიდან. ქაჯოიასთვის ეს ტრადიციული დგომია. ხელები დაბლა. მარტყა ეხადებულმა მარცხენა ხუკი ისე საკმაოდ შოვიდან მოქნეული. ამ გააგრძელა სადა შეტევის გაგრძელება. მოახდინა უკვე რეაგირება ქაჯაიამ. და შემდეგ სამდეჯერმე თავს სადა შეტევა. აპერკოტ ქაჯაია მარჯვენა ხელით. ნოტია დემურომა მოარტყა მარცხენა არც ისე მძლავრად, მაგრამ მოარტყა სადღაც ყურთან. დასრულდა პირველი რაუნდი, ნახოთ შეფასება. ქაჯაია უფრო ზუსტი იყო, თუმცა ერთმა საჯმა მიენიჭა უპირატესობა დემუროვს 4-1. კონჩეტებზე დააგროვა რა თქმა უნდა დემუროვმა თავის კულების დემუროვმა კი არა და ქაჯაიამ თავის კულების უმეტესობა.
შეეტევით დაიწყო ხაჯაიამ. ერთი წით უფროსია ხაჯაი, ესეთ მცირე უპირატესობა, რა თქმა უნდა. მიიღო განჩეტევაზე რამდენიმე და არც ისე ძლიერი, მაგრამ ხაჯაიას მინიმუმ 2 დარტყმა ზუსტი იყო. დაიწყო დემურომა, მაგრამ დაასრულა ხაჯაიამ ეს შეტევა. ძაფრი შეტევა არ ქონია მაინც და მაინც დემუროს პირველში უფრო აქტიური იყო. მე თავდაჯერებულია ძალიან ხაჯაია პირველი რაუნდი მოიგო, მეორეს იგებს და ახლა შეუძლიათ რომ და წაიცეკვოს, გამოიხმოს საბრძოლველად მეტოქე, ეს მისი სტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხაჯაია იგებს საბრძოლას. თავად მან გამოიწყო შეტევა. მომავალში როგორ წარმართება მათი გარწონას გულისხმობ. მე დემურომ შემშან ახალგაზრდებში იყო ჩემპიონი 60 კილოში, ხარ 67-ში. შეიძლება ერთ-ერთმა მოიმატოს ზემოთ ავიდეს. სამომავლოდ ხაჯაიაც იკლებს ზონას, როგორც ვიცი 67-ისთვის. საკმაოდ მაღალია ორივე. არა აუცილებელი კარიერის ბოლომდე ისინი ერთმანეთს კონკურენტები იყვნენ. სამაინც აი ამ ზონაში 67-ში ორი კარგი მოკრივე ყავს, ვეზდება. ეს ფაქტია. ამ შემთხვევაში აიმოვზე ახლა ბარაკი. დასრულდა მეორე რაუნდი ქონდა უპირატესობა ხაჯაიას, რა თქმა უნდა. უცი 18-20-დან 1-თან 19-19. ისეთი მოსალოდნელი ფინალი იყო ისებში გაგნიძე ხაჯაია, ის უფრო საინტერესო ბრძოლა იქნება ხოლმე, თუმცა შეგახსენებთ რომ გაგნიძე არ არის ამ ბრძოლის მოკრივე, ის დაბრუნდება როგორც თვითონ გითხრა 63 ნახევარში. და ხო და არ ვიცით ვაშაგულის დაბრუნებას ველოდებით, არ ვიცით ის ორივე შეუძლია გამოსვლა 63 ნახევარში და 67-შიც. ამ ბრძოლაში არაფერი არ გვიჩვენს მოკლედ. არც ეხლა დღევანდელ დღეს და არც პერსპექტივაში. მესამე რაუნდი. მილიონად მოიგო თავის შეხვედრა, დემურომა პირველი რაუნდში მოუგო. სორნიკე გაბაშვილს და საკმაოდ სერიოზული მეტოქე ყავდა ხაჯაიას, პირველად მოიგო 5-0 მოუგო უჩო ჯორჯოლიანს ისეთი. სამივე რაუნდი. დაღლი ჩანს ხდება, მის პირველი სეზონია მისი კაცებში, ჯერ 18 წლისაა.
ის 19 წლიდან შეიძლება დიდებში, მაგრამ კიდევ ერთხელ მეფეს რეალურად 2025 წლის ჩემპიონატია და 2025-ში გახდება დემუროვი 19-ის და ქაჯაია 20-ის. პირველი ორი რაუნდი საკმაოდ საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ხმარ დაგიმავთ არ მიწყობს თავიდან. ფავორიტი ქაჯაია იყო, რა თქმა უნდა. მოიგო დემურქაჯაია მესამე ვირმეიგო არ ვიცი აი ეს მეგობრულად დაშორდებიან ერთმანეთს კარგი იქნება თუ ისინი მომავალში ერთ ზონაში არ გვეყოლება დღეს უფრო ძლიერი იყო დემურქაჯაია მესამე რაუნდში ბრძოლა არც ყოფილა ფაქტიურად შეუვიდა დემუროვი მარცხს მაინც არც ქაჯაიას მოუყოლებს და იმიტომ ხვალ ფინალი აქვს, სერიოზული ფინალი ექნება ლაშა გარმიძესთან. ეცლოვანია რომ მესამე რაუნდიც მოუგებია. Oh, 5-0 კი ბატონო 30-27 და 4 წაშთან და ერთთან 29-28. გადავდივართ 71 კილოზე. ჯერ გამოვლენ გოჩა ჯორჯოლი, გიორგი ჯორჯოლიანი, ისიც ყოფილა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ახალგაზრდებში რამდენიმე წლის წინ მისი მეტოქე იქნება ტიმოთე გვატუა და შემდეგ გამოვა ამწონის ლიდერი ესკერხან მადიევი საქართველოს შავშანდელი ჩემპიონის ქვედა ზონაში გივი თოდუას წინააღმდეგ. ორი საინტერესო ბრძოლა კიდევ